თბილისში გაჩნდება უბნები, ადგილები და დასახლებები, სადაც ქართულ ლაპარაკს ვეღარ გაიგებ. მაგისკენ მივდივართ. აი, ესეთ ადგილას ვცხოვრობ და მოდი პაკისტანში ვიზო. მოდი ისლამური ქვეყნებიდან ერთი 6 მილიარდი გლიჯოთ რა, მე რა კაცო. მიწას ზურგზე ხوار მოიკიდებენ. მოდი, როგორი სიტუაცია შევქმნათ, იცი? ვიღაცა ქართველი კურიერად რომ მუშაობს გლოვოში ან ვოლტში, იმდენი პაკისტანელი, ინდოელი ჩამოვიყვანოთ, რომ ქართველი ვეღარ მუშაობდეს, იმიტომ რომ ის თავის ქვეყანაში ისეთ პირობებში ცხოვრობდა, რომ აქ დღეში 3 ლარზეც მუშაობს და ქართველი ხა დღეში 3 ლარზე ვეღარ მუშაობს და ეს ქართველები გამოყარეს და შენ ხა სახში ზიხარ შაურმა გამოიძახე, ვიღაცა ინდოელი პასუხობს 99% და ეგ არა, მაგაზე არ ვილაპარაკოთ, კაცო. ეგ არ არის საფრთხე. კურიერების სექტორი ეს საკმაოდ ცხვილი სექტორია, კაც უზარმაზარი თანხა ტრიალებს ამ ყველაფერში. და ეხა უკვე ფიქრობს ეს ვიღაცა ვაჭარი, რომ ბიჭო ეს ქართველები ჟირად მუშაობენ. ძვირად მუშაობენ. რა გვინდა ეს ქართველები რა მოდი შემოყარე ეს ინდუსები. ასე ფიქრობს ის. იმიტომ რომ ჩვენ ვაჭრები გვმართავენ. ვაჭრები გვმართავენ და ვაჭრების ინტერესი არის ფული.